თორნიკე თოჩხუამ და მინდია შერვაშიძემ თავისუფლების პირველი დღე რუსთაველის გამზირზე დაასრულეს. ისინი ღამით იმ უწყვეტ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ, რომელშიც დაპატიმრებამდე თავადაც ყოველდღიურ რეჟიმში მონაწილეობდნენ. თითქმის 11 თვე ორმა დემონსტრანტმა ციხეში გაატარა. გუშინკის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ შეფარდებული სასჯელის ზომა შეცვალა და აგვისტოს ნაცვლად ციხე მათ დაახლოებით თვენახევრით ადრე დატოვეს. ორივე დემონსტრანტი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით გაასამართლეს იმ ინციდენტის გამო, რომელიც შარშან ზაფხულში რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს მოხდა. როცა დემონსტრანტებთან ქართული ოცნების მხარდამჭერი ბექა გოცირიძე დანით გამოჩნდა. შერვაშიძე გუშინ გლდანის ციხის დატოვებისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ მან ქუჩიდან თანამესაკნეებს დაუძახა და დაემშვიდობა. 11 თვიანი პატიმრობის და ამ ორი დემონსტრანტის საქმის დეტალებით ჩვენს ეთერს ახლა ფორმულა ჟურნალისტი მარიამ ლეკიაშვილი შემოუერთდება. დიახ, თორნიკე თოჩხუამ და მინდია შერვაშიძემ თავისუფლების პირველი დღე რუსთაველის გამზირზე საკუთარ თანამებრძოლებთან და უწყვეტი პროტესტის მონაწილეებთან ერთად გაატარეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სასჯელის ვადა შეამცირა და თორნიკე თოჩხუა, რომელიც ამ სხდომას ეწყებოდა სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლა, ხოლო მინდია შერვაშიძემ პენტენციური დაწესებულება რამდენიმე საათის შემდეგ დატოვა რუსთაველის გამზირზე მისულმა თორნიკე თოჩხუამ და მინდია შერვაშიძემ პირველ რიგში სოლიდარობა გამოუცხადეს ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანს. ისინი თან ხვდებიან, რომ ეს ბრძოლა ჯერ ბოლომდე მიყვანილი არ არის, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ შეამცირა მათი სასჯელი და ეს ბრძოლა დასრულებულად მას შემდეგ ჩაითვლება, რაც ისინი ამ საქმეზე გამართლდებიან. მაყურებელს ასევე შევახსენებ იმასაც, რომ მინდია შერვაშიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლება პენტენციური დაწესებულების დატოვებიდან რამდენიმე წუთში 500 ლარით დააჯარიმეს და მიზეზი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ მინდია შერვაშიძე საკუთარ თანამესაკნეებს შეძახილებით დაემშვიდობა. არანაირი არაფერი არ მოხდა. დროლა განსაკუთრებულა მე აი რომ მილოცავთ ეხლა რაღაც ვერ აღვქვან ამას როგორც პირველი მეხლები ხარ ორფას აქტიურად გამომწვეველი განაჩენი დამიტოვეთ. ისევ და ებრძოლა არ გამომთავრებია და სანამ არ გამართლები მანამდე კონკრეტული ლოკალური ბრძოლაც არ დამთავრებია. ბრძოლა იწყება და ბრძოლა გაგრძელდება მუდამ. ბიჭები აქედან მინდა გავამაგრო, ყოველი კარგი მინდა უცურო. შვიდათ იყვნენ და ყველაფერი კარგად იქნება. სულ ცოტა დარჩა გამარჯვებამდე. ბიჭების პრინციპული ინტერესი არის ისინი ცნობილნი იქნენ უდანაშაულოდ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, ვინაიდან არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, არავითარი დანაშაული. პირიქით არსებობს იმის ვადასტურებელი ყველა მტკიცებულება, რომ ბიჭები არიან აბსოლუტურად უდანაშაულოები. ეს არის ამოსავალი წერტილი. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია ყოველი ის დღე, რომელსაც ისინი არ გაატარებენ უკანონო პატიმრობაში და შეძლებენ იყვნენ ოჯახთან ერთად, არის მცირე გამარჯვება მაინც ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის და ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში მივესალმებით გადაწყვეტილებას, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად ბიჭები არიან უდანაშაულოები და არათუ ორი თვის ან თვენახევრის გამოკლება მათი საერთო მსჯავრიდან, არამედ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ ყოველი დღე გატარებული აქვს უკანონოდ პატიმრობაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ თორნიკე თოჩხუას და მინდია შერვაშიძის საქმეზე გადაწყვეტილება 1 აპრილს გამოაცხადა და მათ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სახელმწიფო ბრალდება თორნიკე თოჩხუას და მინდია შერვაშიძეს რუსთაველის გამზირზე ყოფილი ფეხბურთელის ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას ედავებოდა, როდესაც ბექა გოცირიძე სასამართლოში გამოკითხვისთვის იყო დაბარებული. მან თქვა, რომ დაკავებულების მიმართ მას პრეტენზიები არ ჰქონდა და თანახმა იყო, რომ თორნიკე თოჩხუა და მინდია შერვაშიძე გაეთავისუფლებინათ, თუმცა ამის მიუხედავად თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ საქმეზე მაინც გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა.